მოგესალმებით ყველას. მე ადრე ვისაუბრე ბიბლიის ფრაგმენტალური კითხვის პრობლემაზე საქართველოში, რაც საკმაოდ ისეთი პრობლემატურია, რომ ამის გამო საპატრიარქოს ორგანიზაციის მოხდლები ამ ხალხის უცოდინრობის გამო ახერხებენ იმას, რომ შეიძლება მათ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში, მაგალითად იმით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ღმერთმა მართლაც დააწესა ეს საკმევლის მოხმარება, დააწესა მნახობდელობა, მღვდელს რომ საკმეველი უნდა ეკმია. იერუსალიმის ტაძარში არსებობდა სასანთლე, სადაც ანთებული იყო ეს ლამპრები. ასევე მართლაც იერუსალიმის ტაძარში იყო ეს სხვადასხვა რიტუალები, რაც ღმერთმა იმ დროს მართლაც დააწესა, მაგრამ ღმერთმა ყოველივე ეს საკმევლის მოხმარებაც, სამღვდელო სარიტუალო სისტემაც გააუქმა და ამავე დროს ის სამღვდელო სარიტუალო სისტემაც კი იყო დადგენილი მხოლოდ აარონიანებისთვის და სხვას არავის ჰქონდა უფლება და არც დღეს აქვს უფლება გახდეს მღვდელი და ამავე დროს თან ის მღვდლობა ღმერთმა გააუქმა. და თუკი თქვენ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, ასე რომელიმე მღვდელი კონტექსტ მოგლეჯილად ბიბლიიდან ესე ამოგლეჯავს ძველი აღთქმის ნაწილიდან რაღაც ადგილს და წაგაკითხებთ, რომ ძველ აღთქმაშიო, ბიბლიაშიო ჩაწერილია, რომ უფალმა დააწესა საკმეველიო, საკმეველის კმევაო, სასანთლეო და ასე ზედაპირულად თუ თქვენ ამას არ ჩაუღმავდებით და ზედაპირულად იქნებით, ისევ თქვენ მას დაუჯერებთ და გახდებით მსხვერპლი თქვენივე უცოდინრობისა. ამიტომაც აიღეთ ბიბლია, ისწავლეთ და სხვას ნუ გადააბარებთ თქვენს რწმენას და თქვენს გადარჩენას.